დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც დილიდან პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის ხდომაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელი შიდა პოლიტიკური კუთხით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება. აქცენტი გაკეტა ოპოზიციის გეგმებზე, ისაუბრა ასევე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დეტალებით ანა ბროლოძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და ის უფრო ცლად ისაუბრებს თუ რა აქცენტები გაკეტა პრემიერის მხრიდან დილიდან. ანა, გისმენთ. 2025 წლის პირველ მთავრობის ხდომაზე პირველივე განცხადება, რომელიც გააკეთა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ეხება იმ მოლოდინებს, რომელიც აქვს ქვეყანას და მის ხელისუფლებას და ეს ეხება ბუნებრივია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ქართულ მხარეს ამ შემთხვევაში ქართული ოცნების გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ამ ინაუგურაციის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად არჩეული პრეზიდენტი, ახალი პრეზიდენტი დაიკავებს თანამდებობას, ძალიან ბევრი მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა გადაიტვირთება და ამ გადატვირთვის ნაწილში ქართულ ოცნებას აქვს იმედი, რომ იქნება საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივების შეცვლაც, მათ შორის ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში ახალი ნაბიჯების გადადგმა და გათვლა არის ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში მოლოდინი, რომ პოლიტიკა მათ შორის ტრამპის ხელისუფლების იქნება არა მხოლოდ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ასახვის კუთხით პროგრესის მიმართულებით, არამედ ურთიერთობები უნდა შეიცვალოს მათ შორის ევროკავშირთან მიმართულებითაც, ვინაიდან ზოგადად საგარეო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ასეთია ყოველ შემთხვევაში მთავრობის მეთაურის განცხადება და ის პათოსი და მოლოდინები, რომელიც აქვს არა მხოლოდ მთავრობის მეთაურს, არამედ რომელიც მოგვისმენია ქართული ოცნების ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირისგან. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს. გაცხადებული ეს არის Deep State-ის დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში წარმატებას იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა Deep State-თან პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას სოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა სოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის მანძილზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მსაუბრა, რომ გსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის გარდა კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც ქართულ ოცნებას და მის გუნდს აქვს უკვე ქვეყნის შიგნით, ეს ეხება ოპოზიციის დამარცხებას, ლიბერალური ფაშიზმი ქვეყანაში უნდა დამარცხდეს. ეს იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის პირველ ხდომაზე, რომელიც 2025 წელს შედგა. ასევე მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმაზე, რომ სწორედ ოპოზიციის ქმედებები არის ის, რაც ხელს უშლის და აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. სწორედ ეს მცდელობა და გათვლა აქვთ მათ ოპონენტებს, თუმცა ეს ამოცანა ვერ იქნება შესრულებული. ასეთი იყო დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება. ჩვენ გადამწყვეტით რა თქმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი ამ ქვეყანაში. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ასე შემდეგ. ამაზე მუშაობენ, არა მარტო ემუქრებიან, მუშაობენ იმისათვის, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. რა თქმა უნდა, არაფერი გამოდით, მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოვავალთ. მათგან განსხვავებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, რა თქმა უნდა, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლონ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ და ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძელოთ, რა თქმა უნდა, მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და პარამეტრებზე. მისი განცხადებით 9%-იანი ზრდით დაასრულა ქვეყანამ 2024 წელი, 2025 წელთან დაკავშირებით არის კიდევ უფრო მეტი მოლოდინები და გეგმები. გაწერილია 4 წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაზეც მუშაობას იწყებს მისი მთავრობა. მან ასევე თქვა, რომ ამ ეკონომიკურ მაჩვენებლებში უპრეცედენტო არის ტურიზმის წვლილი. უშუალო მთავრობის ხომის შემდეგ მედიასთან ჩამოსულმა ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც აქვს ქვეყანას ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ხშირად აი ამ პროცესში, როდესაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები ახდენს გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ოპოზიციის როლი არის დესტრუქციული და მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია დარჩეს ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში და არ გადალახოს ის ხაზი, როდესაც ოპონირება გადადის უკვე ქვეყნის დაზიანების ცდელობაში. შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს და ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჯარბა 90 მილიარდ დოლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. როგორც მოგეხსენება, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, ხოლო 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ დოლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებლს უნდა გადავაჯარბოთ ტურიზმის სფეროში. ქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი 4.4 მილიარდ დოლარს გადააჯარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა, ეს იყო საარჩევნო თვე, ოქტომბრის თვე, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე გაგრძელდა ეს ყველაფერი დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალის დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით. შემოსავლებმა მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მილიონი დოლარი, რაც არის 90 მილიონი დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე, ანუ ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოდით. ტურიზმიდან წლიური შემოსავალი 2024 წლის განმავლობაში 7.3%-ით გაიზარდა, რეკორდული მოცულობა, რეკორდული თანხა დაფიქსირდა, ეს არის 4.425 მილიონი დოლარი, რაც მნიშვნელოვანი პრინციპში მატებაა წინა წელთან შედარებით, ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი მიუხედავად ყველა გამოწვევისა იყო საკმაოდ შედეგიანი. ვფიქრობ, რომ ოპონირების ეს ფორმები ხშირ შემთხვევაში არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების და ალბათ პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესების. ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა. ჩვენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული იდეები, ჩვენ შეიძლება ოპონირება ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები და ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომელიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, ეს რა თქმა უნდა არანაირად არ არის გამართლებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ ჭრილში ვეცდებით, რომ პროცესები მაქსიმალურად სტაბილური იყოს, არ განხორციელდეს ის რისკები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. მთავრობა ამბობს, რომ იწყებს მომავალი 4 წლის პროგრამის შესრულებაზე მუშაობას და ერთ-ერთი სიახლე ამ მიმართულებით, რომელიც დღეს მოვისმინეთ მთავრობის ხომის მიმდინარეობისას ირაკლი კობახიძისგან, არის ის, რომ იწყება უმაღლესი განათლების კუთხით რეფორმა, შეიქმნება სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც სწორედ უმაღლესი განათლების რეფორმირების მიმართულებით იმუშავებს. დღეს ირაკლი კობახიძე საუბრობდა, რომ საქართველოში განათლების მიღება სტუდენტებს უნდა შეეძლოთ ისეთივე ხარისხით და მაღალი კვალიფიკაციით, როგორცაც ამას ახერხებენ საზღვარგარეთ. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.